საერთო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია გარედან არავინ თქვას მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. პიაკაუმას ჟურნალისტმა კითხვა ამ ფორმულირებით დაუსვა. ეუთო ოდირს, რომ მსგავსი ანგარიში ფინეთში ჩატარებულ არჩევნებზე გამოექვეყნებინა, გაჩნდებოდა თუ არა კითხვები მთავრობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. პიაკაუმა აცხადებს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა თუ ვინმე გარედან განსაზღვრავდა ლეგიტიმურობას. იზიარებენ თუ არა ქართველი პოლიტიკოსები პიაკაუმას ამ პოზიციას. სოფო ბერიძეა თემით პირდაპირ ეთერში. ქართული ოცნება იმედოვნებს, რომ ლეგიტიმაციისა და სუვერენიტეტის მნიშვნელობას ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი პოლიტიკოსის განმარტების შემდეგ მაინც გაიგებენ. მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ ქვეყანა, რომელიც სხვა ქვეყნისგან ან ორგანიზაციისგან ელოდება ლეგიტიმაციის აღიარებას, ნიშნავს, რომ საკუთარ დამოუკიდებლობაზე უარს ამბობს. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ასეთი მსოფლიო წესრიგი არ არსებობს და ვინც საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას სხვა ქვეყნისგან ელოდება, ის სწორედ სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელია. რაც შეეხება ოპოზიციას, პიაკაუმას ამ განცხადების შემდეგ ოპოზიციას უწევს აღიაროს, რომ გარე ლეგიტიმაცია მათი უსაფუძვლო პროტესტის შემავსებელი ნაწილია. ჩვენთვის გარე ლეგიტიმაციის საკითხი არის მხოლოდ შემავსებელი ასპექტი. ანუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადგილზე საკმარისზე მეტი მტკიცებულება იხილა ქართულმა საზოგადოებამ, რომელიც 42 დღის განმავლობაში აპროტესტებს, იქამდეც აპროტესტებდა არჩევნების გაყალბების შედეგებს. შესაბამისად, ჯერ არჩევნების არალეგიტიმურობა ცნო ქართულმა საზოგადოებამ, რამაც, რა თქმა უნდა, ბიძგი მისცა ეუთო ოდირის დასკვნასაც. ნებისმიერი ხელისუფლების ლეგიტიმაცია და აღიარება დამოკიდებულია ერთადერთ ფაქტორზე, ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. 26 ოქტომბრის არჩევნები კი არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. შესაბამისად, ქართული ოცნების რეჟიმს ვერ ექნება აღიარება და ლეგიტიმაცია ვერც ქვეყნის შიგნით და აქედან გამომდინარე ვერც ქვეყნის გარეთ. ამ ადამიანებს ხომ არ ესმით ქართულად საუბარი და ქართული ხელისუფლების და ქართული ხალხის ნათქვამი და მათი გულისწყეველი არ ესმით. ეხლა უცხოელის მაინც გაიგონ, უცხოელისა, რომელიც ამბობს, რომ სხვადასხვა ორგანიზაციისგან, საერთაშორისო ორგანიზაციისგან არავინ არ უნდა ელოდოს ლეგიტიმაციის მინიჭებას და თუ ეს ასე იქნებოდა, მაშინ უბრალოდ გაუქმდებოდა ქვეყნის სუვერენიტეტი და მაშინ ყოველთვის ყველა ქვეყანა დაკარგავდა თავის დამოუკიდებლობას. ასეთი მსოფლიო წესრიგი არ არსებობს და ასეთ წესზე არავინ არ შეთანხმებულა. პირიქით, ყველა ქვეყანამ უნდა წეს პატევი სხვადასხვა ქვეყნების და განსაკუთრებით პარტნიორების სუვერენიტეტს. ჩვენში რომ საუბრობენ, რომ არავინ არ აძლევს ლეგიტიმაციას, კიდევ ერთხელ ხალხს უსვამს ამ ადამიანების უსამშობლობას და კიდევ ერთხელ ხალხს უსვამს, რომ ისინი კონკრეტულად ძალების აგენტები და ჯაშუშები არიან. პიაკაუმამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ზოგადად დასმულ კითხვაზე თქვა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას გარედან არავინ უთხრას, მისი მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ეუთო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ამბობს, რომ მაგალითად თუ კი ფინეთს ვინმე გარედან განუსაზღვრავდა ლეგიტიმურობას, ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა.